სალამი პატრიოტულ რადიოს მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მედია კავშირ ობიექტივის გადაცემას პასე, ვიწყებთ დღეს გადაცემას და ჩვენი სტუმრები არიან ბატონი ლევან ბაქრაძე, ყოფილი სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი და მინისტრის მოადგილე გენერალ-მაიორი გიორგი ვაშაკიძე. ყველა ყოფილები ვართ ჩვენ აქ, მაგრამ ჩვენ ყოფილები იმით კი არა ვართ, რომ ვიყავით და დღეს არაფერი ვართ. გვახსოვს ყველაფერი და ვიცით რა იყო, რა ხდება და რა იქნება მომავალში. იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი სამხედრო სპეციალობა და პროფესია. ბატონი ლევანი არის პირველი რანგის კაპიტანი და ეს არის უდიდესი თანამდებობა, მით უმეტეს უდიდესი წოდება და უდიდესი თანამდებობა იყო კონტრადმირალის თანამდებობაზე. მაგრამ ვერ მოასწრეს, იმიტომ რომ შემდეგ შეიცვალა რამდენჯერმე მთავრობა, იმ მთავრობაში ვინც მოვიდა, იმათ ცურვას არ იცოდნენ, არა ის რომ ესმოდათ რა არის საზღვაო ძალები. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი რამე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, დღეს ამაზე ლაპარაკი ჩვენ არ შეგვიძლია. ბატონი გიორგი ვაშაკიძეს ვინ არის ნოს? ეს არის ოჩამჩირის მიმართულების სარდალი, ადამიანმა, რომელმაც პირველი წლიდან და ბოლო დღემდე გაიარა იქ საბრძოლო მოქმედებები, დაწყებული დღეს ამ მოქმედებებზე თამიშის ბოლოზე ვილაპარაკებთ, დაწყებული მდინარე თუ უბრალოდ აი ტყვარჩელის გადასასვლელთან, ბედი აგუბედის ტერიტორიიდან და დამთავრებული თამიშამდე მთელი ეს ზონა, რომელსაც ოჩამჩირის მიმართულების იქ ბევრი ქვედანაყოფები იყო, გაერთიანებული იყო მიმართულებაზე და მიმართულების სარდალი იყო ბატონი გია. ნუ ბატონ გიაზე რო ვილაპარაკო, ახლა კიდევ ერთ დავამატებდი, რომ ბატონმა გიამ დაამთავრა ფრუნზეს აკადემია, ბატონმა გიამ დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. ჩვენთან საქართველოში რამდენიმე პიროვნება არის, ვისაც აქვს დამთავრებული ეს აკადემია. რატომღაც არც ერთი დღეს გამოყენებული არ არის, მათ შორის გივი უკურიძე, ბატონი გია ვაშაკიძე, რომელიც სამხედრო თემაზე იყო დართული და ბატონ გია ვაშაკიძეს გარდა ამისა აქვს დისერტაცია დაწერილი საქართველოს ტერიტორიის სამხედრო უსაფრთხოების ზონის შექმნაზე. ყველა მიმართულებით, ოპერატიული მიმართულება ბათუმი, ახალქალაქი, ახალციხე და მთელი საქართველოს ირგვლივ და მათ შორის საზღვაო სანაპირო დაცვის სისტემა, რომელიც გაკეთებული არის, შერწყმულად არის გაკეთებული, თუმცა ერთად არ მუშაობდნენ, მაგრამ ამ თემაზე ბატონი ლევანის მუშაობდა და არაჩვეულებრივად აქვს დალაგებული მთელი სამხედრო კომპონენტი, სამხედრო საზღვაო კომპონენტი, რომელიც ამ მიმართულებაზე ქმნიდა იმ ზღუდეებს, თუ მოწინააღმდეგე ზღვის მხრიდან, აიქიდან გააკეთებდა შემოტევას. ნუ მე ახლა თქვენი ესენი ყველა რანგი ჩამოვთვალე, ყველაფერი ჩამოვთვალე, მე მინდა დღევანდელი გადაცემა ჩვენი მიუძღვნა ბატონო ლევან თქვენ პროფესიონალურ დღეს. სამხედრო საზღვაო ძალებს, რომელიც 7 ივლისს იყო. მე მინდა თქვენ პირადად და ყველა იმ ადამიანს მეზღვაურს სამხედრო საზღვაო ძალებში მსახურობდა, მიულოცო ეს დღე. არაჩვეულებრივი პიროვნებები ხართ, არაჩვეულებრივი ადამიანები და თქვენზე ძალიან ბევრი თქმა და დაწერა შეიძლება. ბატონი ალექსანდრე ჯავახიშვილის, კონტრადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილის შრომა შექმნა, რომელმაც ბირთვი ჩამოაყალიბა და შექმნა, ეს ყველაფერი ისე იყო დალაგებული, რომ დღევანდელი დღისთვის ჩვენ უნდა ყოლოდა უკვე ჩამოყალიბებული, ანუ რა თქმა უნდა ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციებიდან გამომდინარე, თქვა 406 კილომეტრი, რომელიც აი ბათუმიდან გაგრამდებს, თქვა აი ასეთი მთელი ამ მონაკვეთის. და ის რაც უნდა ყოლოდა ჩვენ რო შეგვეძლოს თუნდაც რამოდენიმე თვით და იმით დასვა ჩვენი საზღვაო ნაპირების და მისი საზღვაო ძალების დესანტის გადასმა, გადმოსმა, მისი სანაპირო დაცვა, მარსკაია პეხოტა რო ამბობს, აი ასეთი საზღვაო ფეხოსნები, რომლებიც იყვნენ სოხუმში, რომლებმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება კილაურიძის ჯგუფი თუ გახსოვთ თქვენ, რომელიც იქ იყო. ამიტომ მე მინდა დღეს მე და თქვენ ბატონო გია მიულოცოთ და შემდეგ მე მინდა აი რა იყო, როგორ იყო ბატონო ლევან და ჩამოაყალიბოთ აი თქვენი ის რატო დაიშალა ის და ჩვენ მე შემოგიერთებით ყველა ამ საკითხებში და შემდეგ გადავიდეთ ბატონო გია ალბათ იმ საკითხებზე, რაც უსაფრთხოება, რომელიც უნდა საქართველოს დაესვა აფხაზეთში და რატო ვერ გაკეთდა ეს და რა იყო ამის მთავარი მიზეზი და ვინ იყო ამის მიზეზი და რატომ მოხდა ისე, რომ შერწყმა ვერ მოხდა.
რო ვთქვათ, რომ ჩვენ მართვის კადრები არ გვყავდა, ამას ვერ ვიტყვით. ყავდა, შეეძლო ხალხს ამ ყველაფრის გაკეთება. მაშინ რა იყო? ასეთ, ჩამოვაღალიბეთ თემა ჩვენი მაყურებლებისათვის საინტერესო არის ჩვენი ტელეფონი, თქვენ შეგვიძლიათ ჩვენს ოპერატორებს დაურეკოთ და კითხვები დასვათ, ამ კითხვებს ჩვენ გაგცემთ. თუ მოასწარეთ 50 წუთი ყველაფერს არ აკეთებთ. ვეცდებით ყველა შემთხვევაში. პირველ რიგში მივესალმებით თქვენ ბატონგია, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს და მსმენელს და პირველ რიგში მინდა ყველა მეზღვაურს ჯერ ერთი საერთაშორისო მეზღვაურთა დღე მოულოცო, გასულია ჩვენი მიშა ბაჯელიძე დაჯილდოვდა ორდენით, ულოცავ გულით. ეს პირველი, მეორე არის საზღვაო ძალების დღე შვიდში. ვინც მსახურობდა, ვინც კონტაქტი ჰქონდა უშუალოდ საზღვაო ძალებთან, იმათ გაახსენდა და მოგვილოცეს და დიდი მადლობა და მინდა ის ბიჭებიც გავიხსენო, ვინც ომის პერიოდში დაიღუპა და ომის შემდეგ გარდაიცვალა, ნათელი იყოს 2008-შიც დაჭრილები ყავს, კუდრები გარდაცვლილები, ამიტომ მათი ხსოვნა მოგონება იყოს. ერთდროულად ჩვიდში იყო ბატონ კობას და თენგიზა შუბლაძეს დაბადების დღე, გულით ულოცავ მაგათ ორივეს. ღმერთმა თქვენ 120 წელი მოგცეთ და ბედნიერი, ხვავი ბარაკა რაც შეიძლება. ეხლა რაც ეხება საზღვაო ძალებს. საზღვაო ძალები პრაქტიკულად ჩამოყალიბდა, დაიწყო ჩამოყალიბება, ესე რომ ვთქვათ, 1991 წელს და უკვე მაშინ ჩვენ გავაკეთეთ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლებოდა გაკეთებული, მაგრამ ეს არ იყო საზღვაო ძალების ბრალი, ეს იყო სახელმწიფო მეთაურობის ბრალი, ესე რომ ვთქვათ. აზერბაიჯანი და სასომხეთმა გააკეთა მარტივად, გამოაცხადა ყველა შეიარაღება და ტექნიკა, რომელიც არის თავის საკუთარ ქვეყანაში, ქვეყნის საკუთრებად, ეს იყო აზერბაიჯანი, ტანკები, BMP-ები და ისე შემდეგ. საზღვაო ხომალდები, ჩვენები რატომღაც ეს არ გააკეთეს? პირიქით, რატომღაც ვთქვათ, რომ არაბის არ უნდა რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება. ამ დროს ეს შეერაღება, ის ტექნიკა საქართველოს მარტო როც მიიღო, მე დარწმუნებული ვარ, რომ არც სამაჩაბლოს, არც აფხაზეთის წინაშე ჩვენ პრობლემის წინ არ დავდგებოდით, ეს პირველი. მეორე 91, 92, 93 წელს ძალიან ბევრი ქარხანა, რომელიც იყო სამხედრო, გადაეცა რატომღაც სამოქალაქო პირებს და პირველი რაც გააკეთეს, ეს ჩვენ ყველას გვახსოვს, დაიწყეს ეგრეთ წოდებული სამობილიზაციო რეზერვის გაყიდვა. ეს იყო რკინა, ეს იყო ბორბალი, ეს იყო ადიალა, ეს იყო იარაღის მარაგი, ეს იყო რაღაც მასალების მარაგი და ჩვენ რო დავდექით იმ ფაქტის წინაშე, რომ არის აღსადგენი იარაღი, არის შესაიარაღებელი ხომალდები, თვითმფრინავები, მარაგი გაქრა. ჯართის ფასად გაიყიდა ხან თურქეთში, ხან ჩინეთში. მერე დაიწყო იმ ქარხნების გაყიდვა, განიავება, რომელიც უშუალოდ აწარმოებდნენ ან იარაღს, ან ტექნიკას, რომელიც სჭირდებოდა ჯარს. მოდით დავიწყოთ ყველაზე ცნობილ ფაქტიდან, ქუთაისის საავტომობილო ქარხანა. ვინმე ეჭვეპარება, რომ ტრანსპორტი სჭირდება ჯარს. არავის ხო? მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ქუთაისის ქარხანა, ავტოქარხანა ამ დროს აწარმოებდა და პროექტები ჰქონდა ჯავშან ტექნიკის, სპეცტექნიკის, იყო ესეთი თქვენ არტილერისტი ბრძანდებით ბატონო გურამ, OTRK ლუნა. სადაც, ბევრმა არ იცის საქართველოში, მაგრამ მანქანა გამწე მზადდებოდა ქუთაისში, მოიგო ეს პროექტი
პროექტი მისცეს, გადასცეს გაზს და შემდეგში გაზი ანზილი აწარმოებდა იმ 4 ბორბლიან პლატფორმას. ეხლა რაც ეხება და მე ვთხოვთ ჩავთოთ აი საზღვაო დერეფანი პირველი სლაიდი რო ვთქვათ. აი ეს არის ჩვენი საქართველო და ჩვენ გვეუბნებიან რომ აი ეხლა აი ამ კორიდორში დერეფანზე არიან დაინტერესებული უმრავი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, მათ შორის ყაზახეთი, უზბეკეთი და ესე შემდეგ და ამერიკის სტრატეგიული კვლევების საზღვაო კვლევების ინსტიტუტი როგორც მოხდა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს გარეშე ამიერკავკასიის კონტროლი თურმე შეუძლებელია. ანუ 20 წელი მაგათ დასჭირდათ, რომ მივიდნენ იმ დასკვნამდე. მაგრამ ჩვენ რო ვთქვათ, რომ საზღვაო ძალები გახდა მსხვერპლი ან ამერიკის, ან რუსეთის მოქმედების, მთლად ესე არ არის. მოდით ჩვენ სამხედროები ვართ და ვიცით, რომ ტექნიკური ბაზის გარეშე არანაირი არც артиллерია, არც ტანკი, არც ფეხოსანი, არც ავიაცია, არც გაიფრინდება და არც მოფრინდება. მე ვთხოვ, შემდეგი სლაიდი ჩავთოთ. აიქ სადაც არის ფოთი, აი ეს ხომალდები იყო საზღვაო ძალების შემადგენლობაში და ჩვენ შეგვეძლო ამ ხომალდების მოდერნიზაციაც, ტექნიკური შენახვაც და საზღვაო ძალების გაუქმება იყო შეთავაზებული ლატვიაზეც, ლიტვაზეც, ესტონეთზეც, მაგრამ არც ერთს აზრად არ მოუვიდა ამის გაკეთება. რჩევა ერთია, გაკეთება მეორეა. მოდით ვთქვათ, ვინ არის დამნაშავე? დამნაშავე არის საქართველოს ხელმძღვანელობა. პირდაპირ დავადოთ ხელი. ეს მათი გადაწყვეტილება და შეიძლება ვთქვათ, რომ ხომალდები, მათ შორის ისინი, რომელიც არ ჩაძირეს რუსებმა, მარტო თუ ავიღოთ 205 პროექტის კატარღა, უბრალოდ დალპა ფეოდოსიაში დაუფინანსებლობის გამო. ერთადერთი თანხა რაც გამოიყოფოდა, ეს იყო პერსონალის შენახვის. всё. ბატონო ლევან, აქ ჩაგეკითხებით, მოკლე კითხვა იქნება. ეს ინტერესი იმ მატერიალურ-ტექნიკური სიმდიდრეების, რაც გააჩნდათ ფოჩი, სამხედრო საზღვაო ძალას, მე ვიცი ძალიან დიდი ტერიტორია, ძალიან დიდი საწყობები, ძალიან პირსი თვითონ საკუთარი, რომელიც თქვენ ქონდა. აი ეს ხო არ არის მიზეზი და ვიღაცას ამის ჩაგდება უნდოდა და ვიღაცა შეთქმულება იყო. ბატონო გურამ, ეს მარტო რო იყოს, მე ბენდუქიზა და ისინი. ხო, მე გავჩუმდებოდი. ხო. აქ პრობლემა სხვა რაღაცაშია. შავ ზღვაზე არის 6 ქვეყანა და კიდე ერთი ძლიერი მოთამაშე იქ რავის არ სჭირდება. მაგრამ პირველ რიგში რუსეთს, თურქეთს არ სჭირდება და არც არავის არ სჭირდება კიდე ერთი მოთამაშე. მაგრამ თურქეთი ჩვენ გვეხმარებოდა საზღვაო ძალების შენარჩუნებაზე რემონტში. რატო? როცა მე ვსწავლობდი აკადემიაში თურქეთში, თურქები პირდაპირ მითხრეს, ლევანი, თქვენ ხართ ტამპონ ბოლგესი, ანუ ის რაიონი, რომელიც აი ჩვენგან და რუსეთიდან ესეთი დემფერული ზონა. ამიტომ ჩვენ გეხმარებით, თორე ძირითადი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის აზერბაიჯანი და თქვენ პასკოლკო რა. აი ესეთი მიდგომა იყო, თუმცა როცა მე ვსწავლობდი აკადემიაში, უკვე მაშინ მე მქონდა მოლაპარაკება საზღვაო ძალების სარდალთან, მომავალ სარდალთან და ის თქვა, რომ როცა ჩახვალო საქართველოში, დაწერეთო მოთხოვნაო, ჩვენ აი ამ ტიპის ხომალდს 202 რო იყო ჩვენი პროექტი, ვჭრით, აღარ გვჭირდება ჩვენ მოგწოდეთ. მოდი ცოტა ისავხოთ, რომ არ ეყოფა ბატონ გიას დრო. ოთხი და შემდეგი სლაიდი თუ შეიძლება, აი ხა კაკრას ბატონ გიაზე იქნება. აი ეს არის გრიფი, ეგრეთ წოდებული, რომელიც აწარმოებდა ჩვენი ბათუმის ქარხანა და იქ თუ დახავთ სიაში რა არის საერთოდ ბათუმის ქარხანა? ის ტაგანროგიდან და
სევასტოპოლიდან ომის დროს გადაყვანილი ქარხანა უშვებდა ხომალდს. 350 ხომალდზე მეტი აწარმოებდა ქარხანა თავის დაარსების დღეს. ბატონო ლევან, მე ჩაგემაშო, მე რა იყო რა იმაშო, მაგრამ რატო გააუქმეს სამხედრო საზღვაო ძალები? აი ზუსტად რატო გააუქმეს აკადემია? რატო გაუშვეს? იმიდან როდესაც ჩვენ საზღვაო ქვეყანა ვართ. აი ზუსტად ამაზე ლაპარაკი. დღეს აი ეს ქარხანა რო უშვებდა ამ გრიფებს, მოწოდება იყო 22 ქვეყანაში. მათ შორის ინგლისზე. ინგლისი არ ვიცი, მაგრამ ინგლისს მე ვიცი. კუბა, ინდონეზია, ეგვიპტე და ეს ინდოეთი და ისე შემდეგ. მოთხოვნა იყო 150 კატარღაზე. გასაგებია რომ საბჭოთა კავშირის ყველა ქარხანა მაგას ვერ გაწუდებოდნენ, ამიტომ ქარხანაზე იყო შეკვეთა 40 წელზე. დღეს ეს კატარღა უკრაინაში ღირს $5 მილიონი. ჩვენ დავკარგეთ ბაზარი. ამის გარდა ჩვენ დავკარგეთ ტექნიკური ბაზა, ამის გარდა ჩვენ დავკარგეთ 2500 სამუშაო ადგილი. დღეს სამუშაო ადგილებს ეწევს. არა, ეს ქარხანა მაინც სახელმწიფოსი იყო და ასანაბაშიძე კურირებდა, ჩვენ დაკვეთაც მივეცეთ და ფული ვერ გადაუხადეთ. მისი ფული ზუსტად ამაზე ლაპარაკი. და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ თამაშის ბრძოლაზე, ბატონ გია, ჩვენ მქონდა დაგეგმილი ოჩამჩირაში მეორე დივიზიონის ჩამოყალიბება. და ეს კატარღები ზუსტად გრიფები მიდიოდა იქით, 3 ცალი უყოლ დაგეგმილი და ეს რო დროზე მიგვეღო, ტამიშის ოპერაცია შეუძლებელი გახდებოდა. უბრალოდ შეუძლებელი, მაგრამ ბატონო ლევან, მადლობ, მე მაინც მინდოდა გამეგო ის მიზეზი რა იყო, რომ სამხედრო საზღვაო ძალები გააუქმეს, ამდენი ოფიცერი გაუშვეს და ის ფუნქცია, რომელიც მას ჰქონდა დაკისრებული, სანაპიროდაც ესედაც იყო. ხო. მაგის დროსაც თავისი ფუნქციები ჰქონდა. მაგრამ სანაპირო დასვას, რომელსაც სჭირდება უზრუნველყოფა, საბრძოლო უზრუნველყოფა, თუ მას რაღაცა დაჭირდა, მას ამისი ფუნქცია არ გააჩნია. აი ეს ვერ გავიგე და მე მინდა ბატონო გია, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თქვენ გაიარეს სრული კურსი. დასწრებულზე სწავლობდით არა მარტო ფრუზეს აკადემიაში, არამედ გენერალური შტაბის აკადემია. და თქვენ გქონდათ გაკეთებული გეგმა საქართველოს ტერიტორიის დაცვა, მათ შორის საზღვაო ნაპირის. აი თქვენ ამ გეგმიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ სამხედრო საზღვაო ძალების გამოყენებას, რომელიც დაშლილი იყო და როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თქვენ გქონდათ ამაზე წარმოდგენა, მისი ამოცანა რა იყო? გამარჯობათ, კიდევ ერთხელ მივესალმები, გამარჯობას უსურვებ ჩვენს ერთგულ მაყურებელს. ბატონო ლევან, გილოცავთ ამ პროფესიულ დღეს, ასევე ულოცავ ყველა მეზღვაურს, განსაკუთრებით იმათ, ვინც სამხედრო თემასთან ჰქონდა შეხება. ჩვენ ძალიან ძლიერი ოფიცრები ვყავდა. ასევე ულოცავ იმ სამოქალაქო მეზღვაურებს ამ პროფესიულ დღეს, მათ ძალიან დიდი როლი შეასრულეს განსაკუთრებით იმ პერიოდში. ძირითადად მომარაგება, როდესაც ხდებოდა ზღვიდან, ესე იგი შეუძლებელს აკეთებდნენ ის სამოქალაქო ესე იგი გემის ესე იგი მეზღვაურები, ასევე სოხუმის დაცემის დროს ძალიან დიდი წვლილი მიიღეს და 10,000-ობით ადამიანი სიცოცხლე გადაარჩინეს. მადლობა მათ ამათვის. და მადლობა ბატონ გურამ მოწვევისათვის, ასე გვიწევს სამხედროებს და ამ თემებზე საუბრობთ. რა თქმა უნდა, ბატონ გურამ ეს ამ თემაზე ცოტა მოგვიანებით შევეხები. ეს როლი იმისა, რომ ესე იგი თუ ვარსებობთ ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფო და დამოუკიდებელ სახელმწიფოს ყავს ჯარი, ესე იგი და აქვს აი ამოდენა ტერიტორია საზღვაო ზღვის ესე იგი მონაკვეთი და არ აყავდეს სამხედრო საზღვაო ძალები, ეს არის ამაზე მე მგონი სიცხვილიც იქნება ამაზე რომ ვილაპარაკოთ, ესე იგი რატო არ აყავს და რა, ესე იგი ეს არის ეს შეცდომა კი არის, ეს არის დანაშაული. ეს ეხლა მე არ ვიცი, ეხლა ეს აგვიგზალა ვინმე
თუ დაუდევრობით სახელმწიფო მოხელეებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ არ უნდა ყავდეს საქართველოს საზღვაო ძალები, ну არ ვიცი ახლა ეს ისეთი აქ ლაპარაკი იმაზე ხო რა შექმნა უკვე იყო და დაშალეს აკადემია ჩამოყალიბებული სარდლობა ჩამოყალიბებული პორტი მისი აკვატორიები ათობით ეს ჩვენ ოფიცრებს ვამზადებდით სამხედრო საზღვაო სასწავლებლებში პეტერბურგში მე რამოდენიმეჯერა ვარ ნამყოფი სამხედრო სასწავლებელში და საუკეთესო ისინი კურსანტები ყავდა ესე იგი მე ხშირად ჩავდიოდი სპეციალურად იმიტომ რომ მე თვითონ დასავლეთიდან ვარ და მე თვითონ ამ ომის შემდეგ ჩვენ ნახეთ იქ ოჩამჩირე ეს ტამიში არ იქნებოდა ის ახლა ჩვენ ხშირად ახლა ლაპარაკობენ ამ ტამიშის ზოლა და სხვადასხვა ხვალ არის ეს დღე ტამიშის გათავისუფლების დღე და ეს ორ ეტაპად შეიძლება დაიყოს ის ტამიშის ესე იგი გადმოსხმის დესანტი რომელიც გადმოსხმა მოწინააღმდეგემ და შემდეგ გათავისუფლების პროცესი კი, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს ჯარის ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ქმედება, ოპერაცია, ასე შეიძლება ითქვას. მაგრამ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რა იყო ეს სამხედრო ისა დესანტის გადმოსხმა. ეს იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების კი არა, და შეიარაღებული ძალების კი არა, მაგრამ მთელი საქართველოს სირცხვილი. და რისი გამო? თავარი რა იყო? თავარი იყო ის, რომ ჩვენ არ ყავდა ფლოტი. იმ დონემდე აი თუ გინდის პატარა რაღაცა ისა ქვია ის გრიფიც აგერ როცა თვითონ საქართველოს უშვებდა ამას ხო ამ დროს ჩვენ ის იქ არ ყავდა და მოდი ახლა ცოტა გავაგზელებ შემდეგ ამ საუბარს მოდი მე მაქვს კადრები იქ ოჩამჩირეში ჩვენ ადგილზე რაღაცას ვცდილობდით რომ ვიცოდით რომ ეს იყო ძალიან საშიში რა ქვია მონაკვეთი ტამიშზე და მე ამ თემაზე მე გავაგზელებ მოდი გავუშვათ ეს რაღაც ცოტა კი არის რა ქვია დრო მეორე არის მაგრამ ვაჩვენოთ მაინც რა ეს აი კომენტარი გაუკეთეთ ბატონო გია ხო ეს არის გადაღებული თვითონ ოჩამჩირეში ესე იგი სამხედრო ბაზაზე რუსეთის სამხედრო ბაზაზე აქ ჩანს ახლა ის გემები რომელი გემებიც ესე იგი გადიოდნენ და ესე იგი რეიდზე დგებოდნენ ამ ესე იგი მიმართულებაზე ამ ჩამჩირე სოხუმისეს აი ეს სასაზღვრო ჯარების ბაზა იყო კი ეს ბაზა ეს არის ერთ-ერთი передовая маневренная база базирования ეს ერთ-ერთი ეხლაც იქ ეხლაც რუსები ამ ბაზას საკმაოდ იყენებენ ამ ესე იგი დააღრმავეს ამბობენ და გააფართოვეს და ბევრი რაღაცა ეს ბუნებრივად ისეთი გაკეთებული არის ეს სერიოზული ის არის რა ქვია და ეს არის ახლა ჩვენ როდესაც ვცდილობთ რომ რაღაცა შევქმნათ, გავაკეთოთ პატარა რაღაც რომ რაღაც კონტროლი მაინც გავაკეთოთ, რაღაცნაირად პატრულირება რო შევძლოთ და ეს პატარა შეიძლება გაეცინოთ კიდეც ეს რა არის, რა გები არის ეს ახლა იმ გებებთან შედარებით რაც იქ ჩანს ეს აქვია ყოფილი საბჭოთა გემები. მაგრამ ეს გემი გადმოგცა მაშინ გალის გამგებელმა ცატავამ. და ამ გემზე დავდგით იქ რა ქვია ცეცხლსასროლი საშუალება და ვაკეთებთ პატრულებას ეს აქ ჩანს ეს ჩვენი ესე იგი გმირი კაცი ჩვენი ბუთხუზი თოხაძე ერგუჯა თოხაძე ოჩამჩირერი კაცი აი სოსო გოგიძე ბრიგადის მეთაური ეს და ეს ჩვენი ბრიგადა ეს არის 24 ბრიგადის შტაბი ეს ბადრი კალდავა საუკეთესო პიროვნება ჩვენი ზაური უჩაძე გენიალური პიროვნება საუკეთესო ნაღდის საქართველოს გმირი რატომღაც გმირები ვინ არ არიან მაგრამ ეს არა საუკეთესო პიროვნება რომელმაც მთელი გული და მთელი სული ჩადო ამ ესე იგი საქართველოს ერთიანობისათვის ზოლაში და აი ოჩამჩირეში განსაკუთრებით ну საბძორო წყობა ჩამოაყალიბა ბაივოლპარიადა ჩამოაყალიბა ოჩამჩირეში და ის артиллерия და ის ეს ყველაფერი ახლა რასაც იქ ალბათ ჩანს ისმის ალბათ ხო კი ეს არის
ის რო ხალხი როგორ ბრძოლობდა და როგორ ფიქრობდა რომ გაეკეთებია ჩამოაყალიბებინა სრული დაცვის სრული სისტემა. ეს ბატონო შორის საზღვაო. აი შეგეთ ეს ეხა ჯერეთ ეს პოლიტიკური ის იყო ახლა წარმოგიდგენთ ის რამდენი ვიმუშავეთ იმაზე რომ აი აქ ამ სამხედრო ნაწილში ეს ჩვენი სამხედრო ერთი რაღაც გემსაც ვერ დაარქვევ რომ იქ ესე იგი ჩამჯდარიყავით ასე ქვია რა იქ რომ ესე იგი ვალდებული გაგვეხადა თვითონ ის ესე იგი სპორტი გაგვეხადა ვალდებული რომ მიიღო მონაწილეობა იმ საზღვაო დაცვაში პასუხებლობა აუყიდეთ ასე ქვია და სხვადასხვა მათ ის დავალება ჩვენი მიზანი რაც იყო ის შეასრულეს და მათ გვაცნობეს ჩვენ როდესაც გემები გამოვიდა ამიდან გუდაუთიდან ჩვენ ამ სამხედრო ნაწილმა გვაცნობა ოჩამჩირის შტაბს მიაწოდა ინფორმაცია რომ ეხლა გამოვიდა გუდაუთიდან ესე იგი ჩვენს მიმართულებაზე ესე იგი გუნდი გემების გუნდი ხუთი ერთეული კი ჩვენი არ არის ესე იგი ამბობს რა და ნინაში ესე იგი ამბობს რომ ჩვენი არ არის ესე იგი არ გვეთ ვისი არის ვისი შეიძლება იქ ყოფილიყო ესე არ არა რუსებმა ჩვენ მაშინ მივეცით რუსებს შემოწმების ისა და თქვენს რომ ეტა ნინაში ხო არა რა თქმა უნდა ამიტომ ეს დაუდევრობას დავარქმევდი ტამიშის დესანტის გადმოსხმა ეს იყო არ ვიცი ეს არ იყო შეცდომა ეს იყო დანაშაული ეს იყო ეს რაღაც სოხუმში შტაბის უფროსი იყო ბატონი ლევანი სამხედრო საზღვაო ძალების და ის ოპერატიული მორიგეები და ოპერატიულ სიტუაციას ზღვაში ის განაგებდა და ის ახსენებდა ყველას და მათ შორის ჩემთან ამ მოხსენებების ბარათით ისინი მოდიოდნენ აი ახლა ეს ბატონი აი ეს არაჩვეულებრივი პიროვნება საუკეთესო პიროვნება მართლაც გმირი კაცი ახლა თუ შეიძლება ითქვას ერთ-ერთი გმირი მან რეები აკეთა რა აკეთა მოჩამჩირეში სკამზე ეძინა თავის კაბინეტში მიდან არ გადიოდა რაც კი იყო საჭირო მომარაგებად ტყვია წამალი იყო დასაცლელი თუ მანქანების მობილიზება იყო საჭირო თუ რა იყო ყველაფერს აკეთებდა ესე ჯარისთვის ესე იგი ცალკე იყო შექმნა ქალაქში გახსნა სასადილო რო ნებისმიერი ჯარისკაცი ესე იმის ცალკე რომ თვითონ უზრუნველყოფა ქონდა ყველა ბატალიონს, მაგრამ ქალაქში მაინც კი, ეხმარებოდა ყველას და არა მარტო მაგი, როდესაც თავიდან ძალიან ცოტა იყო სამხედრო ნაწილები და არ იყო საკმარისი ეს განსაკუთრებით გაგრის დაკარგვის შემდეგ ძირითადად მოქმედებები დაიწყო ოჩამჩირის მიმართულებით, რომ სოხუმი მოეწყვიტათ ხო, აი ზუსტად მივადექეთ ბატონო გია, აი მომენტს ტამიშის ბრძოლას. დაიწყო 2 ივლისს, ჩვენ მქონდა წინაგადაცემაში, ჩვენ რაღაც თემებზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ის მიმართულება რა მიმართულებას არის, ოჩამჩირის მიმართულება, იმის არ დაიღავით თქვენ. ეხლა, ესე იგი, როდესაც ჩვენთვის უკვე დავიწყეთ ამ პოზიციების გამაგრება გაგრის დაცემის შემდეგ და ეს სპორტი, ეს სამხედრო, ესე იგი რუსეთის სამხედრო ბაზა იქვე ზურგს უკან იდგა, ასე ქვია, ესე იგი ერგუჯა თოხაძესთან, ჩვენი ბუთხუზისთან ერთად, ჩვენ პირველები მივადექით ამ სამხედრო ნაწილს მეთაურს დაურეკეთ და უთხარით უნდა შეხვდეთ. და მივიღო ზღათაშორის ძალიან კარგი პიროვნება იყო, წარმოშვებით იყო უკრაინელი, რუსეთის ჯარის, ესე იგი ოფიცერი და ხშირი შეხვედრები ჰქონდა, იმიტომ რომ 25 ოქტომბერს, ესე გაგრის დაცემის შემდეგ 25 ოქტომბერს შემოტევა, ესე იგი ძირითადი შემოტევა მოხდა ოჩამჩირეზე. ძალიან სერიოზული შემოტევა მოხდა, ქალაქში მიდიოდა ბრძოლები და მაგ დროს ესე იგი მოწინააღმდეგე ხარემ ესე გაგვიმართლა იმ დღეს, რომ ღელვა იყო ზღვა, ესე ღელვა იყო და ზღვას ვერ მოადგა ისა სანაპიროს. ხო, ნაპირს ვერ მოადგა.
ესე იგი თელი საშინელი ესე იგი ამინდი იყო იმ ღამეს ყველა მიმართულები წამოვიდა აი ბატონო ეს მოვიდა ჯგუფი მამდე მე 16 სართულიანი ხო იცით იყო 16 სართულიანამდე მოვიდა ჯგუფი ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფი მოვიდა გალიძგის ხიდზე მოვიდა მეორე ჯგუფი და მესამე ჯგუფი შემოვიდა პირდაპირ აი ხალხის ბაზარი რომ იყო იქამდე მოვიდა აი წარმოგიდგენთ რა მდგომარეობაში იყო ამ დროს უკანა მხარიდან ზღვიდანაც კიდე იყო საშიშროება იმისა რომ გადმოსულიყო დესანტი ეხლა ამაზე დეტალებში არ შევალ თვითონ რა მინდა თქვა აი როდესაც აი შეხვედრაზე შევედით ამ ესე იგი მეთაურის შტაბში იქ არ ვიცი სპეციალურად იყო გაკრული თუ რა იყო რუკა იყო გაკრული ეს რუკა რა ქვია ну ეს რუკა ალბათ მისი რა დავალებას ასრულებდა ეს სამხედრო პასუხებლობის და იქ იყო დატანილი ეს საზღვაო ისა აი ეს ზოლი რა და ამ საზღვაო ზოლზე ერთ-ერთ ადგილას იყო ესე იგი დატანილი რუკაზე რუკა უკვე კარგად ვიცოდი იმიტომ რომ უკვე იქ რა ქვია გაცნობიერებული ვიყავი მაგ თემასთან დაკავშირებით და აქ იყო დატანილი, ესე იგი, ისეთი ის ადგილი, სადაც შეიძლებოდა გადმოსულიყო დესანტი. არ იყო იქ ბევრი ადგილი, ერთი ადგილი იყო, სადაც შეიძლებოდა დესანტი. მე ახლა ჩემი მთელი ყურადღება ახლა ბუთხუზის ცოტა ბოლაპარაკე კაცი იყო, როგორც გახსოვთ და ესე იგი ტვირთავს ამებას, რა ქვია მეთაურს და უხსნით იმას რომ ჩვენ მათ დავეხმარებით, პურს ვაწვდით, საწვავს ვაწვდით, ნუ ვეხმარებოდით რაღაც შუქს ვაწვდით, იმიტომ ჩვენ ინტერესებში შედიოდა რომ ჩვენ ვავალდებულებდით მათ რომ ეს რა ქვია ეცნობებინათ და თუ არა ვეუბნებოდით რომ ჩვენ აგერ პირველი დარტყმა თუ ჩვენ მხარეს იქნება ჩვენი მხრიდან აგერ ახარ თქვენ და მოგვიწევს თქვენთან ომი. ნუ ასეთი საუბარი მქონდა და მე ჩემი ყურადღება იმაზე რუკაზე არის. და გამოვედი იქედან თუ არა პირდაპირ ჩამოვედი ჩავჯექით მანქანაში და მეთქი ბუთხოს წავედით ეს ტერიტორია ვნახოთ და წავედით მივედით აი ამ ტერიტორიაზე სადაც ესე იგი ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გადმოსული ეს დესანტი და იქ გავუშვით ტანკი გადავიყვანეთ იქ ესე იგი ოცეული და გავამაგრეთ ის ტერიტორია და სხვაგან თელი ამ ესე იგი თელი ოჩამშვირის ამ საზღვაო ხაზი სადაც კი იყო ყველგან დავაყენეთ რამოდენიმე მეტრზე ნუ რამოდენიმე მეტრის ესე იგი სიშორეზე დავაყენეთ ადამიანები რომლებიც ვიზუალურ ნუ იმით დაზვეროს შეხედავდნენ რა დაზვერას გააკეთებდნენ ასევე საზღვაო ეს პროტესტ ადგილას აქვე იყო პაგრანიში ესე სასაზღვრო მის ნაწილიც იდგა და ის სასაზღვრო ნაწილი ყოველ დღე მას უკვე საწვავი არ ქონდათ რუსეთიდან არ მარაგდებოდნენ და ჩვენ ვაწვიდით რომ მათ პროჟექტორებით ანათებდნენ ღამე და სპეციალურად მიჩენილი ყავდა ესე იგი ოფიცრები რომლებიც აკონტროლებდნენ იმას ისინი ანათებენ თუ არ ანათებენ რო არ დაანათებდნენ ურეკავდით რაღაც არ ჩართულა ეხლა ეს ხო თავისი გეგმა როდის ნაღად ეხლა რა მინდა თქვა ესე იგი მოხდა ეს ტამაშის დესანტი რამ გამოიწვია ეს ტამაშის დესანტი ეს ტამაშის დესანტი ბატონო გურამ ეს საშინელი რაღაც კიდე ცუდი რაც მოხდა თელი საქართველოს სამართლო ამბავი ეს ნაქვია ის რა იყო მარტის ამბები როდესაც შემოტევა მოხდა სოხუმის მხარიდან და ამას რა ვიცი საერთოდ სამხედრო ომის დროს ამას ქმნიან სპეციალურად და ამას ელოდებიან რომ მოხდეს დაიჭირო მტერი კონტრშეტევაზე და ჩვენ ამის საშუალება მოგვეცა და ამ დროს როდესაც ელი სამხედრო ყველა სამხედრო ითხოვდა შეტევაზე გადასულიყავი ამ თემაზე შემდეგ ბატონო გურამ ეს თემა უნდა გავშალოთ და უნდა სამხედრო ხრივ ეს უნდა თქვათ ეს უნდა შეფასება ამის მოხდეს რატო არ მოხდა მე გასულ გადაცემაში და რაღაც არ ეს უნდა გაატარონ ეს ისე რა ეს თავარი ერთ-ერთი თავარი საკითხი თლიანად მთელი ომებისა სულ რამოდენიმე საკითხი არის დესანტის გადმოსვლა იმ კონტრშეტევაზე არ გადასვლის საკითხი იმ სამხედრო ესე იგი შეტევების ჩაშლის გინაკოჩარაძე შეტევის ჩაშლის შემდეგ კამკამიძე რო ჩავიდა და ის ოპერაცია რო ჩაიშალა მარცხენა ფრთამ რო არ წამოვიდა შეტევაზე მათ და ეს მივდივარ იმამდე აი ეს აი როდესაც ეს მოხდა სოხუმში არ წავედით კონტრშეტევაზე და ამაზე შემდეგ ვილაპარაკებთ და უნდა გაკეთებულიყო შეტევა ტყვარჩელის მიმართულებაზე და ეს შეტევაც
ჩაშალეს რა ისე რა ქვია ახლა ამდენი მომზადებული ამდენი თვეები ვამზადებით ამ სამხედრო ოპერაციას თქვენ გქონდა დავალება ამ ოპერაციის ჩატარება ეს ჩვენ ახლა თქვენ ხო კარგად იცით ბატონო რომ როდესაც არ მოხდა იქეთ შეტევა მაშინ მოვითხოვეთ კარგი იქეთ არ უტევთ არ გადავდივართ შეტევაზე თურმე იმიტომ არ გადავდივართ დღეს საუბრობენ ამაზე რომ თურმე იქ რუსეთი ჩვენ დაგვბომბავდა ეს თბილისს დაბომბავდა არა მაშინ ესეთი რაღაც იქი დადიოდა ეხლა ამბობენ ამას რომ ესე იგი იქ ჩვენ კონცერტებაზე იმიტომ არ გადავედით რომ იქ ვინდამირეკაო დაურეკაო შევარნაძესო რუსკოიმო თუ ვიღაცამ ხო რუსკოიმ თურმე ელაბარაკა შევარნაძეს ეხლა არ ვიცი ეხლა ეს უნდა ახსნან ეს კიდე ასე გატარებით არ შეიძლება ამის ნუ დათო გულუამ ეს კარგად დათო გულუამ ეს თქვა და ეს გააჟღერა იმან გააჟღერა კი არა მე ახლა სხვა შორის რა ქვია ბატონი გენოზე დაწყენი ვიყავი მაშინ დაწყენი იმხნივ რომ მთელი штаბი სუყველა თელი გენერალიტეტი სუყველა ითხოვს კონცერტებაზე გადასვლას სუყველა და გენო გამოდის გენო ადამია ბატონი გენო და ამბობს არაო არ შეიძლება იყო ისო რა ქვია разведбой იყო ну кай разведбой იყო разведка бой ხო ჩვენ გავაკეთოთ разведбой და თუ ეს იყო მაგრამ არ შეიძლება ეს ყოფილიყო разведбой პირდაპირ შეტევა იყო და ეს ჩვენმა артиლერიამ სერიოზულად იმუშავა და ჩვენ გქონდა იმის საშუალება რომ გადავსულიყავი შეტევაზე და როდესაც ვარი თქვა ამ შეტევაზე და შევარნაძემ ეს გაატარა და არაფერი არ თქვა არა შევარნაძემ თქვა ვარი ხო შევარნაძე მერე თქვა ვარი ხო ამ იმაზე კონცერტებაზე და ეს გენო გააჟღერა ესა რომ არ შეიძლება დასვლა იქეთო ნუ უბრალოდ დათო გულუა ყვება მე მომიყვება დათო ყვება დღეს ახლა მე მაგალითად ფიქრობდი რატო თქვა გენო მესა რა იმიტომ ახლა გენო მებრძოლი კაცი იყო და მე განიკვირდა ახლა რატო ესე არა და ყველაზე კარგი მომენტი არის ახლა მე ახლა მაინც ადამიანური ფაქტორია ფიქრობდი რომ ახლა თავისი ბრიგადა არის ხო არ უნდა დაიღუპოს გასაგებია მაგრამ ახლა დღეს ხდება ცნობილი რომ ჩემთვის რომ ეს თურმე ვიღაცამ დარეკა და თბილისს დაბომბავენ რა ომს რო იწყებ სახელმწიფო მეთაური რო ხარ და ომს იწყებ არის ცი ხალხს რო დაგებობავენ პირველი დაბომბვის საქმეა ობიექტი რო დედაქალაქია ეს არ ვიცი და ახლა დაიბომბება დღეს კიევი და აკვე მოსკოვიც მაგრამ კი არ შეუწყვეტია ნომი მე იმას კი არა უბრალოდ თბილისი და დაიბომბოს მაგრამ უნდა იცოდე ესე თუ არა გაქვს იმის საშუალება რომ შენი ქალაქი დაიცვა და შენი ზღვა დაიცვა და შენი რამე და მაშინ ომიც არ დაიწყო ეხლა რამე და გადავდივარ ხოლმე არა თემაშია შედივარ მაგრამ აი ამის ესე იგი იმ დროს როდესაც ჩვენ შემდეგ გადაწყდა რომ ესე იგი ტყვარჩელის მიმართულებაზე წავსულიყავით ტყვარჩელის ესე იგი მაშინ ის ტყვარჩელის თვით გამზადებული უკვე თავარი ტყვარჩელზე გადავადექით უკვე თავზე 1 კილომეტრში ვარ ტყვარჩელიდან უკვე მომზადებული ვართ ფაქტიურად არ ვაკეთებთ შეტევას იმიტომ რომ ველოდებით მარცხენებთან უნდა დაიწყოს ესე იგი სოხუმის ხარიდან შეტევა და შეტევა არ ხდება ესე იგი რა მოხდა? მაშინ რა ქვია, ვინ დარეკა? რუსკოიმ დარეკა თუ იმა შახაბაზმა, იმიდან ირანიდან, რომ ამას დაბომბავდო, რა ქვია, თბილისს დაბომბავდო. ვინ გააკეთა ეს? ესე მაშინაც ასე მოხდა? ესე იგი ის კოჩარას რო ჯარი შემოყვარინეს იქ და არ წამოვიდა სოხუმის მიმართულება შეტევაზე, მაშინ ვინ დარეკა? იმიდან დარეკენ, რა ქვია, პაკისტანიდან თუ ვინ დარეკა? და ეს კიდე მივიდეთ ახლა იქამდე, ხო? ამ დროს ბატონო ლევან მე და გიას ხონდა ფეხით მოვლილი, აი აგუბედიიდან, არა ბედიიდან, აგუბედია და ის არის სადღაც ის რო გვაქვს, ჩორთოლში რო გვაქვს, ხო? და ესე იგი ეს მდგომარეობა და ამ დროს ეს მოხდა ეს ჩაიშალა ეს ჩაშალეს მე დავბრუნდი სპეციალურად საუკეთესო პიროვნება ჯამბულ ხოფერია დაგვეღუპა იქ მაშინ თაში რა ქვია 7 მეტრო თოვლი იყო ჯერ მოვიდა იმ დღეს საში რაღაცა საშინელება მოხდა და ჩაგვიშალეს ის ოპერაცია რაღაც ზურგს უკან მოლაპარაკებები დაიწყეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს ჩამოვედი იქიდან დაურეკე რა ქვია ბატონ ედვარდს მეთქი ბატონ ედვარდ რა ხდება მე თქვი იქავა რო შემსავხდით და რო უკან ოთახში გავედით და ხელი ჩამოვართვით და დრო დავთქვით რა ქვია გასაიძულებლად როდის უნდა მოხდარიყო და ყველაფერი მე ჯარი გადავისროლე ყველაფერი გავაკეთეთ და ამ დროს მარცხენა თინა შეტევა არ იწყება ესე იგი იყო ასეთი რაღაც რომ ესე იგი უნდა დაიწყო რა ქვია პირველ საარმიო კორპუსის შეტევა მარცხენა მხარიდან ესე იგი ცაგერიდან ამ რა ქვია კინდრის მიმართულებით მთელი დღის განმავლობაში ღამე დაიწყებდა 24 ესე იგი ბრიგადა ესე იგი ცაგერიდან ჩხორთოლამდე
და მე უკვე აქია ტყვარჩელში ზურგიდან დავარტყავდი. და მე ყველაზე ადრე გავედი, იმიტომ მე კლდეებზე უნდა მევლო და გადავისროლე ეს ჯარი სვანები დამეხმარა ძირითადად ესე ყავდა რომ მოსიარულე ის ყოფილიყო და გლის მოკლია. ჩამოვედი და ურეკა, მეთქი რა ხდება? აი იცი აი შენ მიიღე გადაწყვეტილება, მე რა გადაწყვეტილება მივიღე. სახელმწიფო მეთაურს შენახარ და ბრძანება შენ უნდა გაცე, რომ იცი თურმე აგერ რას ბრძანება უნდა მიიღო, აგერ ის შეთანხმებას აკეთებენ და ის ცეცხლის შეტყობა გაკეთე. ეს ჩვეულებრივი სამხედრო ის არის, რა ქვია, ის რომ როდესაც მოწინააღმდეგეს უჭირს, იმ დროს იწყებს სამხედრო სამოქალაქო დიპლომატიურ კორპუსის ჩართვას. როგორც მოხდა გაგრაში, როდესაც ქონდა ჩვენ წინსვლა, მაძღიფშას თავიღეთ, წინ წავიწიეთ, ამ დროს უცებ მოხდა ეს სამშვიდობო შეთანხმება. იმ დროს როდესაც და ეს რა მოხდა? აი ამ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, აი ეს რა ქვია, როდესაც ეს ოპერაცია ჩაიშალა, მე სერიოზული სკანდალი ავწიე, ძალიან ის მასკენი, რა ქვია, მათ ველაპარაკე სახელმწიფო მეთაურს, მეთქი რა, თუ ახლა ომი არ გინდათ, იქ შეტევაზე არ გადავედით. ამ მიმართულებაზე არ წავედით. თუ მეთქი რა ხდება, მე გავიყვან მეთქი რა, მას შვიდობა რა მინდა აქ. და მოხსენით, სხვადასხვა მაშინ ჩვენ მოხსენით ის ანუ ძირითადად დარჩა, სოფლელები დარჩნენ. და ამის შემდეგ იმათმა რა ქვია, მოწინააღმდეგე მხარემ ყველაფერი დაალაგა, აქ მოხდა ეს პოლიტიკური პროცესები, მხედრიონის რაღაც წინააღმდეგ, რაღაც ისინი რომ მაშველთა კორპუსის არ დაისა და შიშილობა გამოაცხადა. შოიგუნ რო ისინი შეიგანა. და იქ აფხაზება იქნება რა, მხედრიონი იქ არ იქნება, ეს დაპირისპირება არის რაღაც და მოაწყვეს სიტუაცია და გადმოსხდა დესანტი. გადმოსხდა დესანტი იქაც კიდე ეს იყო დაუდევრობა ბატონო გურა. ეს არ იყო, ეს იყო დანაშაული, დაუდევრობა. ბატონო გია. ეს ამ პროცესს ამას უნდა სამხედრო ის ანალიზის გაკეთება. ეს იმიტომ კი არა რომ ვიღაცას საყვედური ეთქვას, ან რაღაცა დავამციროთ, ან რაღაცა არა, ეს უნდა მოხდეს, ეს უნდა სამხედრო სასწავლებელში უნდა შევიდეს, რომ ასეთი რაღაც არ უნდა მოხდეს. და ის აი ეს მისის არის, რატო ამახვილებ ყურადღება ამ დღესთან დაკავშირებით. ესე იგი, აი ტამიში არ იქნებოდა იქ რომ ყოფილიყო სამხედრო ძალები იმ დონეზე, რომელიც დონეს ჭირდება იმ სამხედრო იმ საზღვაო მონაკვეთს, რა საზღვაო მონაკვეთის ჩვენ გვაქვს. ბატონო გია, მე ეს რაღაცას გეტყვით, რომ 92 წელს სოციალურების ბრიგადა წავიდა ფოთიდან 31 დეკემბერს. მაშინ ჯავახიშვილთან შევედით და იყო ლაპარაკი ესეთი, რომ ბატონო საშა მეთქი მარტო მე არ ვიყავი, ის პირველიც იყო ბევრი ოფიცერი გამოცდილი. შევედი და როცა ბრიგადა წავიდა, მასალები დაგვიტოვეს, ყველაფერი დაგვიტოვეს, მაგრამ ოჩამჩერაში დარჩა სასაზღვრო ბრიგადა ეს თქვენ სადაც იყავით და ჩვენ ვილაპარაკეთ, მოდით მე ვთქვით მაშინ, რომ პირველი კორპუსის ძალები გამოვიყენოთ და როგორც გააკეთა აზერბაიჯანმა, როგორც გააკეთა სასომხეთმა, ეს ხომალდები გამოვაცხადოთ საქართველოს საკუთრებად. მე მაგაზე დავფიქრდები, უნდა გავიარო კონსულტაცია. გვიბარებს სადღაც 1 საათში და ზევიდან მოვიდა განკარგულება, რომ რუსებთან არ გვინდაო საქმის გართულება. მოდი ახლა ბატონ ლევან 6 წუთი დაგსა და მე მინდა შეფასება გავაკეთოთ. აი ის რაც მოხდა, ეს სამხედროების და სამხედრო გადაწყვეტილების ბრალი არაფერი არ იყო. ყველაფერი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შემდეგ ამ ყველაფერში მოხდა საერთოდ უსუსური ჯარი. იმიტომ რომ იქ ტოლვილების დაბრუნება, სამხედრო საზღვაო ძალების ესე იგი საერთოდ მოსვლა განადგურება, აი დღევანდელი დღისთვის. რატო არ მიდის პარლამენტში? აი ამ საკითხის შესწავლა. თულუკიანმა შეისწავლა თქვა სამაჩაბლოს საკითხი. ხო ისიც როგორ შეისწავლა ჩვენ ვიცით. არსეთი სამხედრო იქ არ მონაწილეობს. აი თქვენ რას ფიქრობთ, ბატონო გია, ბატონო ლევან? აი მინდა თქვენი აზრი. ეს თქვენ ამბობთ, რომ ზოგიერთიო დანაშაულიო ღალატზე მეტია. კი.
შეიძლება ეს არის ზუსტად ის, როდესაც არაკომპეტენტურმა ადამიანებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ამიტომაც იყო გააუქმეს სამხედრო პროკურატურა, გააუქმეს სამხედრო ტრიბუნალი, ეს ყველაფერი გადასცეს აი მოკლეკადიან იმას, რა ქვია, გამოძიების იმას სტრუქტურებს სამოქალაქოს. აი თქვენი მინდა, აი თქვენი აზრი. აი რა უნდა გაკეთდეს ისეთი, რომ სიმართლე ბოლოს და ბოლოს ითქვას და დაიდო. ეხლა რა არის, ეხლა რაც შეეხება თქვენ სწორად აღნიშნეთ, ბატონო გურამ, ეს კომისია, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის, შესაქმნელი არის, ეს ყველაფერი გამოსაძიებელი არის. გასაგებია ეს პოლიტიკური თემა, გასაგებია ჯერ კიდევ პირველი ის რომ ომი დაიწყეს და რატო დაიწყეს და როგორ დაიწყეს და მე როგორ გააправეს და დღესაც რო ფიქრობენ, ცდილობენ გაправება სხვადასხვა დროს, რამდენი ხელისუფლება შეიცვალა, იმდენი თავის რაღაცას არგებენ ამ იმას, რა ქვია, ომის პროცესებს, ვინ როგორ დაიწყო, როგორ დაიწყო, გინ ცხინვალში და გინ აფხაზეთში. ეს ერთი საკითხი არის. და მეორე რაც შეეხება ამ სამხედრო თემას, ვინ უნდა გამოიძიოს, ბატონო გურამ? ვინ? ვიმან რა ქვია სამოქალაქო პროკურორმა და რა უნდა გამოიძიოს სამოქალაქო პროკურორი? ამის სპეციალური სამხედრო ჯერ კიდე არსებობდა მაშინ. ეხლა რა ყავს ჩვენ ვინმე სამხედრო რა ქვია პროკურორი, ვისაც სამხედრო განახლება აქვს, სამხედრო იმაში ვაინი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და სამხედრო თემა, სამხედრო მხრივ იცის ეს საკითხი. ამას ვერ გამოიძიებს სამოქალაქო პროკურორი, ბატონო. აი ნუგრი გოგიტიძე ეგრე არის გენერალი, რომელიც იყო გოგიტიძე და ყავს 1-2. ეხლა ხო, ნუ ყავდა ჩვენ სხვადასხვა ვარდიკო ნადიბაიძის დროს ამ საკითხს ჩვენ სამხედრო უნივერსიტეტში სპეციალურად გავგზავნეთ ისა სამხედრო თვაური და ლუხავა სწავლობდა ეხლა უკაცრავ ბოდიში და არ მახსოვს ყველას გვარები სპეციალურად გაგზავნილი ხავდა იქ რომ ეს თემა ეს უნდა მოხდეს კონკრეტულად სამხედრო დანაშაულები იმას კი არ ვინმე დაჟჯას რაღაც ეს სამხედრო სწავლებაში უნდა შევიდეს რა არ უნდა მოხდეს რა არ უნდა ჩაიდინოს სამხედრო რა არ უნდა ეს აუცილებლად არის ანალიზი უნდა დაიდოს ესე ამას შეფასება უნდა მიეცეს ჯერ შეფასება უნდა მიეცეს ჯერ თავარი საკითხი უნდა სამოქალაქო ომი რომ დაიწყო რა ქვია თბილისში ამას არ მიეცა შეფასება და ვიღაცა გადააბრა უნდა გადააბრა რომ მხედრიონს და всё რა დამთავრებენ ამის ომის წაგება უნდა გადააბრა რუსეთი ხო რუსეთამდე ვინ მივიდა ეს ომი რუსეთი რა ქვია სულ იყო ჩვენი მეზობელია და რა უკრა და სულ იქნება კიდე მით უმეტეს ატომური ქვეყანაა და ვერასდროს როგორია ვიღაცას დაამარცხებს ატომური ქვეყნები არ მარცხდებიან საერთოდ ჩინეთი ამერიკა და რუსეთი არასდროს არ დამარცხდება ამიტომ ეს სულ გაყოლება მეზობლად ხო აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაც ანალიზი უნდა გაკეთდეს მომავალი თაობა ახალგაზრდები იზრდებიან და ამ დგომა რაღაცა ფანტაზიებში არიან რომ რაღაცა ჩვენ შეგვიძლია რაღაც და თუ ეს ანალიზი არ იქნა გაკეთებული და არ იქნა შეფასებული ის რომ ის ფლოტი და ფლოტი მარტო ფლოტი ავიაცია რა საწინააღმდეგო თავდაცვა რაღაცა რო დაგვჭირდეს ბომბის ჩამოგდება სადღაცა წყალმა რო გადაკეტოს რაღაცა და ბომბის ჩამოგდებას მაგის ავიაციას არ აქვს ესე იგი ეს საკითხი შესაძლებელია აუცილებლად ეს საკითხი რა ვქნათ ეხლა ხელმოწერლები შევაგროვოთ თუ რა გავაკეთოთ რომ პარლამენტში არსებობს სამხედრო რა გია რო დაველაპარაკო ეს რო განიხილოს ეს საკითხი რომ რა ქვია პარლამენტმა თუ რა ჩვენ რომ მივმართოთ თავდაცვის უშიშროების კომიტეტს ის არც მიცნობს მეც არ ვიცნობ არ შენიშნობ და როგორ უნდა დაელაპარაკო მას როდესაც ჩვენ ამ ტელევიზიაში ლაპარაკობ ერთხელ მაინც დაინტერესებული მოვიდეს ჩვენთან დაჟრეთ ბატონო ჩვენ ასე ლაპარაკობთ თან ახლა რატო ლაპარაკობ ამასა რატო ხალხი ემოციაში შევდივართ აი ერთი წუთი და დისკული ჩვენ დედამიწა შედის ისეთ ფრაზაში რომ კიდე ომები იქნება წინ და სერიოზული ომები იქნება ჩვენ დღეს კი ასე ვქია ნეიტრალური გვიგავია მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვაიძულებენ რომ მხარე რომელიმე მხარე მოხვდეთ ამიტომ საქართველოს მოუწევს ომები აი ფიქრობთ რომ არ მოუწევს ეს არავის არ გვინდა მაგრამ ეს ასე იქნება და ეს ანალიზები და ეს რა ქვია შეფასებები იმიტომ არის საჭირო რომ შემდეგ ამ თემაზე რაღაც ქვეყანა ჩამოყალიბდეს რა ვიცი მე ასე ვფიქრობ რა ვიცი ახლა ოდიში ემოციისთვის ბატონო ლევან თქვენ რა სიტყვით აი ნახევარი წუთი რაღაცას სწორედ ვეთანხმები ბატონ გიასას მაგრამ მომზადებელი ჯარის ჩართვა ომში ეს არის ყოველთვის დაღუპველი და პირველ რიგში ღალატია იმ ჯარისკაცი პირველ რიგში უნდა გასამართლოს უღალატეს იმ ჯარისკაცს რომელიც ბოლომდე გაანადგურა
ქართული საოფიცრო კორპუსი და უკვე დანარჩენზე ეს უკვე სასამართლო და სამხედრო მე მინდა დღეს თემა. ჩემს სტუმრებს ბატონო ლევან, ბატონო გიორგი, მინდა მადლობა გითხრათ დღევანდელი სტუმრებისთვის. ძალიან საინტერესო, ძალიან აი ესეთი ცხელი ამბები, რომლებიც არ ყოფილა ჯერ ასეთ განხილული, მაგრამ უნდა განვიხილოთ. აუცილებლად. და მინდა ჩვენ ალბათ სადღაც 2-3 კვირის შემდეგ შევძდეთ, ისევ დავждეთ და ამ თემას მივხედოთ, იმიტომ რომ ეს თემა არის ისეთი, რომელიც ჩვენს მომავალს აი აქედან ურტყამს ჩვენს მომავალს. დღეს თუ ჩვენ ეს არ განვიხილეთ, მომავალში ეს ყველაფერი დაგხვდება იქ. მაგიტომ ზევართ ბატონო გურამ, მაგიტომ თქვა რა ახლა არა არის არ აქვს, მაგის ისე ახლა რაღაცა ხალისი ვინო დაждდეს და რაღაცაზე ვილაპარაკოთ ახლა ის რა ქვია ამიტომ არის ვართ ვიკრიბებით და მადლობა ბატონო გურამ ამ ყველაფრისთვის რომ ნამდვილად ყველაფერს მე მინდა მადლობა გითხრათ თქვენს უბრალოდ დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ვზარდებოდეთ.